სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა ყველიერის კვირიაკესა ზედა დანესტვეთ ნესტვსა სიონსა შინა წმინდა ხავთ მარხვა ქადაგეთ მსახურება შეკრიბეთ ერი წმინდა ხავთ ეკლესია იუელ წინასწარმეტყვი. არ ვიცი ძმანო ჩემნო ქრისტიანებო, რას ფიქრობთ და რას ბრძნობთ თქვენ, როდესაც დადგება დიდი მარხვა. გარნა ჩვენ კი ყოველთვის კმაყოფილებით და თითქმის სიხარულით შევემთხვევით წმინდათა დღეთა მარხვისას. ეს მისთვის, რომ დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენ და ძილისაგან. ვითარცა იყო თქმული დღეს წარკითხულისა 60 შინა. ესე უწყოდეთ ჟამი, რამე თუ აწვიარს ჟამი განღვიძება თქვენ და ძილისაგან. მართლა რაც გინდა დაუდევარი და უსასო იყოს ქრისტიანი კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზე დღეთა შინა დიდისა მარხვისას. თუ სხვამ არაფერმა გააღვიძა, როდესაც გაიგონებს გაგრძელებულსა და მოწყენილსა ზარების რეკასა, დაინახავს მრავალთა მორწმუნეთა და მოსავთა ქრისტიანეთა მიმავალთა ეკლესიასა შინა. დაფიქრებულთა, მდუმარეთა, კრძალულთა და ბოლოს ამ ხანაგებსაც ვეღარ იპოვნის ურიგოსა და დაფანტულისა დროის გატარებისათვის. უნებრივად თვითონაც დაფიქრდება და იქნებ კიდეც აყვეს მაგალითსა ღვთის მოსავთა კაცთასა და შევიდეს ეკლესიაში სალოცველად. ამით არის ჩვენი კმაყოფილება, რომელ არათუ ღვთის მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნერიცა და მცირედ მორწმუნენი დღეთა მაჩინა შეეგუებიან ლოცვასა, მარხვასა, მოღვაწებასა. მაშასადამე აწ დღეთა ამაჩინა დიდის მარხვისათა უმახლობელ არს ჩვენ და ცხოვრება, როგორადაც იყო თქმული ამავე დღეს წაკითხულისა 60 შინა. გარნა ზემოთ მოყვანილი სიტყვანი წმინდისა იუელ წინასწარმეტყველისა გვიმტკიცებენ, რომ მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშნავდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული. დანესტვეთ ნესტვსა სიონსა, წმინდა ჰყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია. ესე იგი, დაუკარით საკრავი მისი კიისა გამოსაცხადებლად მარხვის. საკრავის დაკვრა ნიშნავს არა მწუხარებას, არამედ მხიარულებასა და კმაყოფილებას. მაშასადამე ჩვენცა ძმანო ქრისტიანებო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შეუდგეთ დღეთა ამათ მოწენულთა დიდისა მარხვისად. წმინდა ვყოთ მარხვა, ვქადაგოთ მსახურება, შევკრიბოთ ერი ეკლესიასა შინა და წმინდა ვყოთ ეკლესია. წმინდა ვყოთ მარხვა, რით უწინარეს ყოველთა თვით მარხვითავ. ესე იგი, საჭმლის და სასმელის გამოცვლითა და მოკლებით. სამწუხაროდ, მრავალნი არიან ქრისტიანეთა შორის, რომელთა თვით ეს საქმე სახელდობო საჭმლის გამოცვლა და მოკლება ამძიმებს და აწუხებს. ზოგიერთნი იტყვიან, რა არის საჭმლის გამოცვლა და მოკლება? ოღონდ ყოფაქცევა გამოიცვალოს კაცმა, მოინანოს, აღსარებას თქვას და ეზიაროს. ზოგიერთნი სხვა მხრიდან გამოაცხადებენ მათსა სულმოკლეობასა. საჭმლის გამოცვლა მაწყინაო, იტყვიან იგინი, სნეული კაცი ვარ, ვერ მოვითმენ საჭმლის გამოცვლას. გარნა ცხადია, რომ ორნივე მხარენი მარხვისა წინააღმდეგნი ერთსა მხოლოდ სულმოკლეობისაგან და მოუთმენობისაგან იტყვიან ამას. ის მართალია, რომ მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმით გამოსწორებითა და ყოფაქცევის გამოცვლით. მაშასადამე ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ და გავაკეთოთ, რომ არათუ დიდ მარხვაში, არამედ ყოველთვის ქრისტიანულად და პატიოსნად ვიქცეოდეთ. მაგრამ საჭმლის მოკლებაც საჭირო არის. იგი შეეწევა სულიერსა განღვიძებასა. ვისაც ხორცნი აქვს აშენებული, გასუქებული და აღვირ უსხმელი, მას ხორციელნი ვნებანი აქვს გამრავლებული.
ხოლო სული დაძინებული და დაღონებული. ფრიად საჭირო არის აღვირის ხმა და დათრგუნვა ხორცთა. ნუ რაოდეს ნუ დაიჯერებ ძმაო ჩემო, რომ გამძღარ სტომაქით შეეძლოს კაცსა ლოცვა, მონანება, ხოლო როდესაც მარხვისაგან ცოტაოდენ მოუზრუნდება ხორცი, მაშინ სული თავისუფალი არს და მიილტვის შემოქმედისათვის ისად. დაიცა შეეხება მათ, რომელნი იტყვიან, რომ მარხვამ მაწყინაო, ეს სრულიად უმართლო არის. ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. წინააღმდეგ ამისა ჩვენ ისე ვიფიქრებთ, რომ მარხვა გაამთელებს თვით სხეულსა კაცისას. მართალია დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია, მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სხვა, მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს. როდესაც მიეჩვევა მარხვასა და სული მისი დაიპყრობს და დაიმორჩილებს სხეულსა, მაშინ მიხვდება თვითონაც და დარწმუნდება, რა სასარგებლო არის მარხვა. გარნა მარხვის შენახვა ჩვენს ქვეყანაში უმეტესმა ნაწილმა კარგად იცის. მაშასადამი არ არის საჭირო ამაზე სიტყვის გავრცელება. უწინადაც მრავალგზის გვირგვამს, ამის მსგავსთა შემთხვევათა შინა, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო საჭირო არის თქმა და დარიგება, რათა წმინდა ხონ მათ მარხვა არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, არამედ უფრო ხასიათისა და საქმეთა გამოცვლით. წმინდა ხავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ხავთ ეკლესია. შეიკრიბონ ქრისტიანენი ეკლესიასა შინა. იწყონ მსახურება ღვთისა ყოვლითა გულითა და სულითა. ეცადონ გამოცვლა ხასიათისა. უარხონ ყოველნი მათნი ცუდნი ჩვეულებანი და საქმენი. ხურვალითა გულითა, ღრმითა გრძნობითა, შემუსრულითა გულითა, დამდაბლებულითა სულითა შეინანონ ცოდვები თავიანთი. განაახლონ შინაგანი დაფარული ცხოვრება. დიდი ბედნიერება იქნება იმ კაცისათვის, რომელმან ისე გონიერად მოიხმარა დროება ამ დიდი მარხვის განმავლობაში, რომ რიგიანი, პატიოსანი და წმინდა ქრისტიანული ცხოვრება და ყოფა-ქცევა გარდაექცა მას ჩვეულება. ერთი სიტყვით ეღირსა მეორე ჩობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი ჭეშმარიტი სინანულისამია. რაისათვის უწოდებს მას საღმრთო წელილი მეორე ჩობასა. ამინ. შეგვეციოს გაბრიელ ეპისკოპოსი და ყველა ეკლესიის მამა, რომელთა ლოცვითაც ღმერთმა ეს დიდი მარხვა ჩვენი სულის საცხონებლად მოგვახმაროს. აი ბოლო აბზაცში მთელი მარხვის არსია გამოთქმული გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ, რომ ამ მარხვაში ღმერთმაო ბედნიერია ის კაციო, უფრო სწორედ, ვინც ამ მარხვას ისე მოიხმარსო, რომ ამ მარხვაში შეძენილი კეთილი თვისებებიო და სათნოებები ღვთის წინაშე მას ჩვევად გარდაექცევა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ მართლაც ეხლა რო ვთქვა, ყოველწლად უმეტესობას ვინც ეკლესიაში დადის, მარხვა არ ეშლება. არც საჭმლის გამოცვლა უჭირს უმრავლესობას. რა თქმა უნდა, ჩვენშიაც არიან ისეთი ადამიანები, ვინც ჯანმრთელობას ცოტა ზედმეტად უფრთხილდება, ისე ვთქვათ და თავს ცოტა მეტად ეფერება, ვიდრე საჭირო არის. მაგრამ ძირითადად მაინც ქართველების ხასიათი ისეთია, რომ ეხლა მარხვა პირიქით ცოტა ზედმეტიც კი შეიძლება მოზდის ხოლმე ადამიანს. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა გვაქვს ხოლმე რა, რომ მარხვას უდგებით ასე, რომ ეხლა მე მარხვაში კარგად უნდა ვიმარხულო და მე აღდგომა რომ მოვა, კარგად უნდა გავიხსნი. ანუ თითქოს ეშმაკმა ისეთი რამ მოახერხა, რომ ჩვენ ქრისტიანებს დაგვაჯერა, რომ ლოცვისათვის და მარხვისათვის და სინანულისათვის და სწორი ყოფა-ქცევისთვის ადამიანისა არის მხოლოდ მარხვა. მარხვის მერე ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა. სამწუხაროდ ესეთი რაღაცნაირი ქვეცნობიერი, ახლა რომ ვკითხოთ ერთმანეთს, ამას რა თქმა უნდა არც ერთი არ ვიტყვით დაფიქრებულად, მაგრამ შინაგანად რატომღაც ესე ვარ, რომ გაივლის მარხვა და მერე ვაგრძელებ ჩვენ ცხოვრებას. არა და როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი გვეუბნება, ამ მარხვის მიზანი რა არის, რომ
ჩვეულება გაქციო ის რაც ამ მარხვაში შეიძლება. და მარხვა რომ გავა ეს შეინარჩუნ. აი ეს არის მთელი აზრი ჩვენი მარხვის. თუ ეს დამოკიდებულება არ აქვს, მაშინ მარხვას მოსდევს, წელი წელს მისდევს და ჩვენ ისეთივე ცარიელები ვართ, რაც მოვიტანეთ ის წავიღეთ, არაფერი. ამიტომ შეეცადეთ, აი სიტყვა რო არ გაგვიგრძელდეს ძალიან ახლა, შევეცადოთ რომ ამ მარხვაში ეს მიდგომა შევინარჩუნოთ. რომ უნდა შევიძინოთ ისეთი რამ თვისება ღვთისთვის სათნო, რა თქმა უნდა, რომელსაც მარხვის მერეც განვაგრძელებთ. აი ჩვენ მამაკაცებს განსაკუთრებით გვაქვს ესეთი თვისება, რომ მარხვაში თავს ვიკავებთ, არ ვსვავთ, ალკოჰოლს გულისხმობ. და მარხვა რო გავა, მერე კაცი ვერ გვიპოვის ფხიზელს 1-2 კვირა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ესეა. სამწუხარო ფაქტია. რაღაცნაირად ესეთი ის ჩაგვიჯდა, რომ აი მარხვაში არა, ამას არ ვიტან. თითქოს სადმე უფალმა გითხრა, რომ მარხვაში არ შეიძლება თრობა და მარხვის მერე შეიძლება. ან მარხვაში არ შეიძლება მუცელღორობა და მარხვის მერე შეიძლება. მარხვა ხო ერთგვარი სავარჯიშო პერიოდია, გვაძლევს უფალი სავარჯიშო პერიოდს გვეუბნება, მოდი ვივარჯიშოთ, რომ აი ეს თვისება შევიძინოთ. იმიტომ რომ თუ ადამიანი მარხვის მერე ისევ ისეთი ხარ, რაც მარხვამდე იყავ, ესე იგი შენ არაფერი შეგიძენია. და თუ არაფერი შეგიძენია, სამოთხეს როგორ დაიმკვიდრე? თუ შენში ახალი კაცი არ დაიბადა, ერთის დაამთავრა, თუ მეორე და რიშვი. სამოთხეში როგორ შეხვალ? როგორ ფიქრობთ ჩვენო, თქვა სმის, ჭამის მოყვარული ადამიანი, ჩაცმა და ხურის მოყვარული ადამიანი და მთლიანად ამ ქვეყანაზე ორიენტირებული ადამიანი სამოთხეში როგორ შევა? ჩვენ ადრე ვთქვით და ეხლაც გავმეორდები, არ გვეგონოს, თავი არ მოვიტყუოთ, რომ რაღაცა იქ ისე თვისებებს შევიძენთ, რაც აქ არ აქვს. ანუ იქ რომ მოხვდებით რაღაცა სხვა სურვილები გაგვიჩნდება, ეს ამას თავს მოვიტყუეთ. ნახეთ პავლე მოციქული როგორ გვეუბნება, ნუ ცდებით. ცრუთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრო. და მე აგრძელებს სხვა ჩამონათვალია, ვერცა მემთვრალეთა, ვერცა მემრუშეთა, ვერცა მამათმავალთა, ვერცა ჩუკენთა, სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრო. რას ნიშნავს ეს? ანუ ნუ ატყუებთ თქვენ თავს, თუ რამე ცოდვა აქ გაქვს, იქ არ შეიცვლება ეს, რატომღაც იქ რომ მოხვდებით ღვთის წინაშე, ის კი არ შეიცვლება. თუ ცრუ ხარ კაცი, თუ ესე ვთქვათ, მემთვრალე ხარ კაცი აქ ამ ქვეყანაზე და თუ შენთვის აქ იყო მთელი შენი ცხოვრების აზრი, აი დროს ტარება, იქ რომ მოხვდები, გარდაიცვლები, ისევე სურვილები გექნება. ისევე ეს მიდრეკილებები გექნება. მაგრამ უბედურება ის იქნება, რომ რა თქმა უნდა ამ სურვილები და მიდრეკილებები ჩვენ სასუფეველში ვერ შეხვა, იმიტომ რომ დაგტანჯავს იქ ყოფნა, საშინელება იქნება შენთვის, მაგრამ ამ სურვილებს ვერ ჯოჯოხეთში ვერ აისრულებ. აი ეს არის უბედურება და მარხვა რას გვაძლევს, რის საშუალებას გვაძლევს, მანამ სანამ ხორჩი ვარ, რომ უარყო ის თვისებები, რაც შენ გაუცხოვებს ღვთისგან და შეითვისო ის თვისებები, რაც შენ გაახლოებს ღმერთთან. და თუ შენ ამას აკეთებ მხოლოდ ამ მოკლე პერიოდში, აქ ეშმაკი გეხმარება. ეხმარება ყველაფერს გაგაკეთებინებს, მარხვასაც გაგაწვევინებს, მეტანიებსაც შეგასრულებინებს. იმიტომ რომ თუ თავში მოგატყუა, რომ მიზნად დაგისახა მხოლოდ წლის ეს მოკლე პერიოდი ამისათვის, მაშინ იცის, რომ არაფერს ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს და დაგეხმარება. რატო დაგეხმარება? იმიტომ რომ თვითკმაყოფილი იყო. აი რა კარგად გავაკეთე ყველაფერი. როგორ კარგად დავიცავე მარხვა. როგორ კარგად ვილოცე. ეხლა მეკუთვნის ცოტა დასვენება. იტყვი ადამიანი აღდგომის ღამეს და აღდგომის ღამესვე ჩაყრი ყველაფერს წყალში. ასე ვიქცევით ყოველ პირას რო იცოდეთ. აი ოქროპირის სიტყვა რომ წაიკითხოთ, როგორ უნდა წავიდეს წესით ადამიანის ზიარებიდან,
იმისათვის რომ მადლი შეინარჩუნოს, მიხვდებით რომ არც ერთი ჩვენთაგანი ამას არ ვაკეთებთ. თითოეული ჩვენთაგანი როგორც კი ვეზიარებით, დავთავრდა ჩვენი ესე თქვა სულიერება იმ წუთას, მერე წავედით და ვაგრძელებთ ჩვენ დროის ტარებას. იმიტომ რომ რაღაცნაირად всё გადავიხადეთ ვალი, ღმერთს მივეცით, მორჩა, ჩვენ ახლა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, გავერთოთ, დავისვენოთ, დრო ვატაროთ. ხო ესე ვარ. ეს გადმოიტანეთ ახლა დიდ მარხვაში და ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. ამ პერიოდს დაუთმობთ ღმერთს, მერე დამთავრდა. ვალი გადავიხადეთ, ახლა უნდა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრება. აი ამისგან გვაფრთხილებს დღეს გაბრიელ ეპისკოპოსი და გვეუბნება რომ ბედნიერია ის კაცი, ვინც ამ დროებას დიდი მარხვისას მოიხმარს იმისთვის რომ შეიძინოს ის თვისებები, უпростоრეთ ის თვისებები, რომელსაც მარხვაში იძენს ადამიანი, გაიხადოს ჩვეულება. აი შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ დავისახოთ მიზნად, რომ რაღაცა ჩვენ ჩვევაში გადაგვივიდეს. რაღაცა სულიერი ჩვევაში გადაგვივიდეს. ერთმა დაგვლოცო და გაგვეთხოვოთ.